ადრე ხო იყო ხოცები, ნაცები და გირჩები. ახლა ვართ ხოცები და გირჩები მარტო. ნაცები ხო აღარ არიან თავისთავად თვითონ გააქრეს. ლელო მე მგონი თვითონ მიდის პოლიტიკიდან ალბათ რამდენიმე ხანში გააკეთებს განცხადებას ხაზარაძე წავედი კარგად იყავითო. იმიტომ რომ არავისთან არის თანამშრომლა, მედია სივრცე იყიდა და აი გააუპატიურა ფაქტობრივად, იმიტომ რომ ყველაზე შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება იყო ლელოს ტელევიზიებში. ამ ყველაფერებზე ხალხმა ადეკვატურად უპასუხა და ლელოს უწევს პოლიტიკიდან გასვლა, ჩემი აზრით, თუ ამას ხედავთ, ახალმა უბრალოდ იმდენი ხალხი გადააგდო გვარამიამ რომ ჩემი აზრით პოლიტიკაში კი რა ქვეყნიდან მოუწევს წასვლა, თორე მინიმუმ ნიკაბელიაცებს, იმიტომ რომ ხო მაგას მიხვდება რომ საერთოდ ყვილაძის ციხეში მაშინ როდესაც რა მარტო მან მოიტანა ხმები. ნიკამელიასთან 1000-ნაირი უთანხმოება მაქვს, თქვენ ციყავით ამ ეთერში მონაწილე, მაგრამ ხო ნიკამელიამ მოიტანა ახალი ხმები. ანუ ადამიანი რომელმაც ხმები მოიტანა, მეორე ადამიანმა ვინც ფული აიღო, ჩასვა ციხეში. გამოატოვებინა არჩევნები, პოლიტიკური პერსპექტივა, ყველაფერი. გაანადგურა ფაქტობრივად ის ხალხი, ვისაც მიეკარა. ეს ხო ფაქტია ასევე. ასე რომ შევხედოთ, ვინ დარჩა? ანუ სხვა პოლიტიკური ძალები ჯერჯერობით ან არ გაძლიერებულან კიდე შეიძლება ახალი ვიღაცები იყვნენ, ან ძველები, არ ვიცი, მე არ მახსენდება, მაგრამ შინაარსობრივად მართლა პარტიული ინფრასტრუქტურასაც ქვია. განხარია საქართველოს, რომელიც არალეგიტიმურს უწოდებს მაგალითად საკანონმდებლო ორგანოს, მაგრამ თავად შედიან პარლამენტში მანდატები. არა, განხარია ხალხი ამ პარლამენტში არის ყველაზე არალეგიტიმური ხალხი. ხოცებზე ბევრად არალეგიტიმური. იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც პარლამენტში შევიდა, ხალხს არ აურჩევია, ხალხმა ირჩია განხარიას პირველი ათეული. ან 12-ეული არ მახსოვს რა კაც შეიყვანა. პირველი ათეული. ეს ხალხი ჩახსნეს და შეიყვანეს მეორე ათეული, რომელიც ნომინალურადაც არ აურჩევია ხალხს. და შესაბამისად, ეგ ხალხი რომ ვინმეს არალეგიტიმურობაზე საუბრობს, ზოგადად ძალიან სასაცილოა. ასეთ მდგომარეობაში, როგორც იქენ პარლამენტში შედიან, იქ არავის არ უსურვებდი ყოფნას. ანუ აი წარმოვიდგინე რომ ნებისმიერ ქოც შეუძლია გეძახოს რომ შენ ვისეუბნები არალეგიტიმურს, თავად არალეგიტიმურო და მართალი იქნება, გესმით? ამ პირობებში ვიძახი, ამ იმ 4-მა გამარჯვებულმა პარტიამ, ამას ვყვები ამდენი ხანი, როგორ გაინადგურა 4-მა გამარჯვებულმა პარტიამ, რომელიც ხალხს ეუბნებოდა ხმა არ დაიკარგოს, ერთ-ერთი ჩვენთაგანი შემოხაზეთო და როგორ გადარჩა ის ერთი პარტია, რომლის წინააღმდეგაც იყო ეს 4 პარტია ყველა ერთად. გესმით? და ეს მოახერხეს 1 წლის განმავლობაში. ეს დამართეს საკუთარ თავს და ესენი ან მოქალაქეებს რას უზამენ, ვინც ქუჩაში მაგათ მიყვება, ან ზოგადად ქვეყანას რას უზამენ, ოდესმე რო ხელში ძალაუფლება ჩაუვარდეთ. საკუთარ თავს რა უკნეს. მაგრამ ჩემთვის ეს შვება არ არის. მე არ ვზეიმობ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ერთპარტიული კომუნისტური პარტია რომ მივიღეთ ქართული ოცნების სახით. ამაში საზეიმო ხო არაფერი არ არის. მე ამას ტრაგიკულად ვყვები რა დამართეს საკუთარ თავს, თორე მე მერჩივნა რომ ესენი ერთმანეთთან შეთანხმებადი ხალხი ყოფილიყო, ამათთან დალაპარაკება შეიძლებულიყო. ესენი უბრალოდ ისეთი პირწავარდილი მათყუარები არ ყოფილიყვნენ, რომ ერთი სიტყვის დაჯერება მაინც ყოფილიყო შესაძლებელი, ასაც გეუბნებოდნენ. ჩემთვის ეს იქნებოდა უკეთესი. და არა ის ქართულ ოცნებასთან მარტო დარჩენა. ამ ხელა რესურსებით ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რა ფაქტობრივად ცარიელი ხელი